ეს ფილმი უნდა ვნახო მე. ეს ფილმი ჩვენ უნდა ვნახოთ. შემადგენლობა ისეთია. ჩვენ რუსკამ რომ გაგიჩნდეს სული. შემადგენლობა ისეთია, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ. მეც ასე მგონია. რა მიყურებ გინდება გაიმართა. მაგრამ სანამ ნახავთ, რამე ხო არ მოგვესმინა. ეგ თავისთავად. რამე კი არა, ძალიან მაგარ ვეშ თუ როგორ იცახიან. მოდი საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტი, ჩვენი საყვარელი მარიკო ლეჟავა მოვიწვიო თავის ბენთან ერთად. მარიკო, მობრძანდი. გამარჯობა, მოგესალმებით. ბენდი ალბათ დაიკავებს თავის ადგილს ინსტრუმენტებთან. მზადდება? დაწუნებული რომ მოენატრა შენი მოსმენა შენს გულში. მოკევი ერთი რა ხდება. კიდევ საქართველოს ვარსკვლავიდან. რა სიახლეები გაქვს, რაღაცა კარგი ამბებით მოხვედი. ესე იგი ეს 3 თვე იყო რაღაცა ქაოსი, მაგრამ სასიამოვნო ქაოსი, მაგრამ რომ დამთავრდა ხო რაღაცა დეპრესია დამეწყონა, რომ აღარ მღეროდი ხალხი რაღაც პუბლიკა და გადავწყვიტე ესეთი არაჩვეულებრივი ხალხი შევკრიბე და შევქმნით ბენდი, burn და რა ვიცი, burn. და რა ძნელი სათქმელი იქნება ეს. burn. ის ერთი CD მაინც ჩაუწერია კომპიუტერი და ნადული იყო. არა, მე მგონია რომ რაღაცა ცოტა საერთაშორისო გათვლაც ხო არა აქ ამ ამბავს თქო. სინამდვილეში არა. დაწვარი, ხო? კი. ქართულად რომ დაერქვა დაწვა, ეხლა წარმოიდგინე ინგლისში როგორ წერდა დაწვა. ბენდს დაარქვა burn. თმები შეიძლება მოწითალოფერად. აი ფიქრა და აი ცეცხლა თავი. აი აბერნილია ეს მარიკო. მარტო, იცი გიცნობს ჩვენი მაყურებელი, ასე ვთქვათ, იმ ჟანრსაც იცნობს, რომელიც მოგწონს, ვთქვათ, რა არჩევასაც აკეთებდი საქართველოს ვარსკვლავში, მაგრამ აი, როდესაც ბენდი ყავს, უკვე რაღაცა კონკრეტულად მიმართულებას ირჩევ, ხო, მუსიკალურს, ვთქვათ, რას შეასრულებ. ეს იქნება რაღაცა სინთეზი ქავერებისაც და საავტოროსიც, თუ აი რა? ეგ ცოტა ინდივიდუალურია ხა, მე პირადად ну, როკს არ მღეროდი არასდროს და ეხლა რაღაცა ვცდილობ რომ იმიტომ რეპეტიციაზე რო გისმენდი, ეს თითქოს ეს ის არ იყო რა მარიკოსაც მე ვიცნობ და ალბათ ჩვენს მაყურებელს ეს კიდე უფრო აინტერესებს რა მარიკოსთან ექნება. მე მომწონს. ანუ მომწონს მე როცა რაღაცა ახალს აღმოვაჩენ ჩემ თავში, ანუ არ მიყვარს როცა ერთი სტილით მღერი დიდი ხანი. მოსაბეზრებელია, ანუ ხალხისთვისაც და ჩემთვისაც, იმიტომ რომ ანუ სულ და იგივე არ არის საინტერესო. და ამიტომაც რაღაცა ახალი სიმღერა და ეს მღერშენთვის დაიწერა თუ რას მღერი დღეს? თუ რაღაცა ქავერების სხვადასხვა ვერსია. ჩვენი გიტარისტები არიან ავტორები. მართლა ძალიან სასიამოვნოა. უი რა, სოლომონი და დაჩი. შენი ბენდი ჩამოგვითვალე პირდაპირ. ესე იგი გივი, ბასი, ბუბუ, მოგესალმებით. სოლომონი და დაჩი. გამარჯობა, burn. მარიკო, გაქვს რაღაცა შემოთავაზებები უკვე ვთქვათ რაღაცა კლუბებიდან, ბარებიდან, სადაც აი თუ სთავაზობ შენს თავს ასე ვთქვათ, რომ ჯერჯერობით მარტო შემოფარგლებით რეპეტიციით აი მეტყობა ყველაზე ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა და ანუ ძალიან სულ ახალი ამბავია ეს, ხო? სულ ახალი და რომ გაჩნდა შემოთავაზებები, მოდი დავიწყოთ. ძალიან დიდი აუდიტორია ახლა არ ჩანან, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი გისმენს და მიყურებთ ახლა. მოგძან. მარიკოს სიახლეს და ესე ვთქვათ მისი ბენდის და მის კოლაბორაციას. Give us green and I was broken.
ახლა ეს გოგო ჩემი ფავორიტი იყო? ეხლა ხო შეიძლება? როგორ შეიძლება? ეხლა ეს რაღაც თვეების განმავლობაში ეს ახია სტებოდეს და არ ჩანდეს. არ შეიძლება. აღარ გაქვს მოდუნების უფლება, მორჩა. არიკო, მე მინდა მოგილოცე, იმიტომ რომ ბენდის ყოლა და ქონა თუ როგორც ქვია, არ არის ეხა ადვილი და მართლა არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. შენთვის გისურვებთ აი ძალიან კაშკაშა კარიერას და რა ვიცი, მე ისევ იგივეს გეტყვი და მენანები მაინც საქართველოსთვის, მაგრამ მაინც გვინდა რომ ჩვენთან იყო. ჩვენთანაც იყავი და იქაც. ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. კარგი. უნდა დავამთავროთ. წარმატებებს გისურვებთ და ეხლა გუბელს უნდა გადაურეკო, აი 2 წამის წინ ეკავდა. რა უნდა დანეტა? არ ვიცი, გავიგებ. გაგითახო. ნერიკო, ეთერის დროს ნუ რეკავ, ძალიან გთხოვთ. კარგით, ხო? ხუჩაბათია ვიდრე მერიკოს პარასკევი მოვიდოდეს, ასე რომ ხვალამდე გემშვიდობებით. მოვედით. აჭა კიდე გილოცავ ვიდრე.